მოგესალმებით, ჩემოძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ვნახოთ ჩვენ თუ რა უნდა იცოდეთ ახლა. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და ვნახოთ აბა რა უნდა იცოდეთ ახლა. აი, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდათ, ან გადაწყვეტეთ რომ ჩაგერთოთ, ვნახოთ აბა რა უნდა იცოდეს ახლა პირველმა ვარიანტმა და რა უნდა იცოდეს ახლა მეორე ვარიანტმა. ქვებსაცახლავე გამოვიყენებთ. მოდით, პირველი ვარიანტი იყოს აი ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ და ხო, ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდებით თქვენს ლაიქებს, კომენტარებს და ვიწყებთ ხო პირველი ვარიანტიდან. ნახოთ აბა, პირველი ვარიანტი თქვენ რა უნდა იცოდეთ ახლა. კვერთხების რაინდი, კონკრეტულ კვერთხების რაინდს ეხება როგორც ჩანს აქ ინფორმაცია, მაგრამ პირველ რიგში სანამ დავამატებდი არკანებს, მანამდე ვიტყოდი იმას, რომ აქ კვერთხების რაინდი ასახავს არა მხოლოდ ვიღაც სხვა კონკრეტულ ადამიანს, არამედ კონკრეტულ ენერგიასაც, რომელიც ახლა ფიგურირებს თქვენში და გეტყოდით იმას, რომ ახლა ამ ეტაპზე მაქსიმალურად ყურადღება მიაქციეთ საკუთარ აზრებს, საკუთარ ფიქრებს, ახალ იდეებს განსაკუთრებით და ნახეთ ჩემი თავის მაგალითი მინდა ახლა მოვიყვანო. ბოლო პერიოდის განმავლობაში მე მქონდა აქცია 9 თებერვლის ჩათვლით 50%-იანი ფასდაკლება. ხო, სხვათა შორის კომენტარებში დამიწერეთ, აუცილებლად გინდათ თუ არა პერიოდულად ასეთი გლობალური აქციებით გაგახაროთ ხოლმე პერიოდულად. ნუ ხო, ვაგრძელებ საუბარს და იცით ტაროს გაშლა ვფიქრობ არავისთვის არ არის საიდუმლო, ძალიან ბევრი ენერგიის წარმთმევი არის და მე ამ აქციის პერიოდში მყავდა ძალიან ბევრი კლიენტი. აი დღეში წარმოიდგინეთ 10 ადამიანი, 8 ადამიანი რომ მყავდეს და თანაც ყველა სხვადასხვანაირად, ხო? ვიღაცას ერთი კითხვა აინტერესებს, ვიღაცას 10, ვიღაცას 20 და ნახეთ, ბუნებრივია მე ამისგან ძალიან გადავიღალე ფიზიკურადაც, მენტალურადაც. ისე რომ ლამის ცუდად ხდებოდი, როდესაც საჯარო გაშლებს ვიწერდი თავდაპირველად, ჯერ კიდე ახლაც არ გამიარა ამ ინფორმაციულმა გადატვირთვამ, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ რომ ვიყო ჟარგონს გამოვიყენებ და ხოთზე, საკუთარ თავს ცოტათი ვაძალებ, რომ საჯარო გაშლები გადავიღო, პირადი კონსულტაციებიც ჩავატარო. ნუ ახლა თითქმის გადამიარა, გავიმეორებ, ხო, სადღაც 100-დან 1% გადარჩა, მაგრამ ხო, ახლო წარსულში ვიყავი ძალიან გადაღლილი ინფორმაციულადაც, ფიზიკურადაც, საერთოდ აღარაფრის თავი აღარ მქონდა. და ნახეთ, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს იცით? მიუხედავად ამისა, მე საკუთარ თავს რაღაც მომენტში 1 დღე, 2 დღე დავასვენე, ჩემი გონებაც, ფსიქიკაც ყველაფერი და შემდგომ საკუთარ თავს ხელი მოვკიდე და დავაძალე, რომ გამეკეთებინა თქვენთვის დღის არკანის ენერგიაც, გადამეღო თქვენთვის ვიდეოებიც, ხო? და იცით, რისი თქმა მინდა ამით. პერიოდულად საკუთარ თავს რაღაცეები უბრალოდ უნდა დავაძალოთ. ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს ისეთი პერიოდები, არსებობს ისეთი მომენტები, როდესაც საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, საკუთარ თავს ჩავკიდოთ ხელი და გავაგრძელოთ მოძრაობა, მიუხედავად დაღლილობისა, მიუხედავად დაქანცულობისა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს იმას არნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა დავისვენოთ, ხო? მე როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, 1 დღე თუ 2 დღე შეიძლება ცოტა მეტიც, უკაცრავად არ მახსოვს ეს ზუსტად, მაგრამ დავისვენე რაღაც პერიოდის საჯარო გაშლებისგანაც და პირადი კონსულტაციებისგანაც. უბრალოდ მივეცი ჩემ თავს დასვენების უფლება. და აქ თქვენთვის არის ზუსტად ასეთი, ასე ვთქვათ, მესიჯი, რომ როგორც კი მორჩები დასვენებას, როგორც კი დაასვენებ შენს გონებას, შენს სხეულს, ეგრევე შეუდექი საქმეს, იმიტომ რომ პერიოდულად ჩვენ საკუთარ თავს რაღაცეები უბრალოდ უნდა დავაძალოთ. პერიოდულად ჩვენ საკუთარ თავში უნდა გამოვაღვიძოთ დისციპლინა. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ მეგობრებო, რა უნდა იცოდეს ახლა პირველმა ვარიანტმა უკაცრავად, თორემ ძალიან ბევრი საუბარი გამომივიდა, მე მგონი.
არკანი ხმლების დედოფალი, არკანი თასების ოთხიანი. ნახეთ, იგივე საკითხი, აი ზუსტად იგივე საკითხი. რაც მე ვისაუბრე ზუსტად იგივე. პირველ რიგში, სანამ ადამიანის კონტექსტში განვიხილავდე კვერთხების რაინდს, გავიმეორებ, რომ ნახეთ, აქ მე ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც გადაიღალნენ რაღაცით. შესაძლოა სამსახურით, შესაძლოა რაღაცის კეთებით, ხო? ესეც არ არის გამორიცხული, მაგალითად, არ ვიცი, რაღაცას სწავლობდით და უკვე სწავლისგან გადაიღალეთ, სახლის საქმეებისგან შეიძლება გადაიღალეთ, ხო? და იცით, ეს ძალიან ბუნებრივი არის, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ყოველ ადამიანს პერიოდულად სჭირდება ამოსუნთქვა, თავად დედაბუნება სჭირდება ამოსუნთქვა და ადამიანებს მით უმეტეს დაგვჭირდება, ხო? ამიტომაც ამის გამო რა თქმა უნდა, ეჩხუბებით საკუთარ თავს, იქნებით საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულად და უხეშად განწყობილი, დაასვენეთ საკუთარი თავი, თუნდაც ეს იყოს 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 1 კვირა თუ ამის საშუალება გაქვთ საერთოდ. დაასვენეთ ცოტა ხანი მაინც საკუთარი თავი, მეგობრებო, აუცილებლად, მაგრამ შემდგომ აუცილებლად შევუდექით საქმეს უფრო რაციონალური გონებით და უფრო რაციონალური განზრახვებით. იცით რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის მხოლოდ ხასიათიდან გამომდინარე ვერ ვიმუშავებთ, ყოველთვის მხოლოდ ხასიათზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებით, უბრალოდ იმიტომ რომ რატომ გვჭირდება საერთოდ დისციპლინა, ხო და დისციპლინის განვითარება. აი ზუსტად ამიტომ, იმიტომ რომ გასაგებია ხასიათები, გასაგებია დასვენებაც, რომ გვჭირდება პერიოდულად ადამიანებს, სავსებით გასაგებია, მეგობრებო ეს. და ძალიან ბუნებრივი არის, მაგრამ პერიოდულად არის ისეთი მომენტები, როდესაც ხო, საკუთარი თავი უნდა დავასვენოთ ყველანაირი დანაშაულის შეგრძნების გარეშე, მაგრამ მერე მალევე მოვკიდოთ საკუთარ თავს ხელი, ფეხი, რაც გინდათ და გავაგრძელოთ წინსვლა, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხასიათებზე ვერ იქნება. უბრალოდ ვერ იქნება, ხვდებით? და დისციპლინა არის საჭირო ზუსტად იმისათვის, რომ თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუნდაც პატარ-პატარა მცდელობებით გავაგრძელოთ წინსვლა. ზუსტად ამისთვის არის საჭირო დისციპლინა. და აქ ამის შეხსენება მოდის თქვენთვის. ხოლო თუ განვიხილავთ კვერთხების რაინდს კონკრეტული პიროვნების კონტექსტში, აქ ეს ინფორმაცია ახლა ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრი თქვენგანის რეალობაში აქ არის კონკრეტული ადამიანი, მამაკაცი ან ბიჭი, თქვენზე უმცროსი, როგორც მინიმუმ რამდენიმე თვით უმცროსი არის ადამიანი და ნახეთ, თვითონ არის კვერთხების რაინდი, თქვენ კი ხმლების დედოფალი და თითქოს ეს ადამიანი თქვენკენ მოდის პერიოდულად, აი რაღაც ისეთი ენერგიებია, თითქოს ხან მოდის, ხან ქრება, ან რაღაც გაუგებარ ქმედებებს აკეთებს თქვენთან მიმართებაში და თქვენთვის აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული ითმინოთ რაღაც ასეთი გაუგებარი ქმედებები და თქვენ აქ პირდაპირ ტაროს არკანები და სამყარო გეუბნებათ იმას, რომ რაღაცეებს და ვიღაცეებს შეხედოთ უფრო ცივი გონებით, უფრო რაციონალური გონებით და იცით, ამის წინ მე ეს ფრაზა ვუთხარი ჩემს კლიენტს და ახლა მე თქვენ გეუბნებით ყველას, არსებობს მომენტები ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც უნდა უკაცრავად ჩემი ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ უნდა დავიკიდოთ, ასე ვთქვათ, რაც ვგრძნობთ ამ მომენტში და კონცენტრირდეთ იმაზე, რასაც ვიმსახურებთ. ეს იმას ანიშნავს, რომ ჩვენი გრძნობები უნდა გადავყლაპოთ ან ჩავახშოთ, არა მეგობრებო, ეს არასდროს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ძალიან ნეგატიურად სრულდება და ყოველთვის ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზედაც და ჩვენს ორგანიზმზედაც. სხვათა შორის ძალიან ხშირად ეს იწვევს დაავადებებსაც კი, საკმაოდ სერიოზულს, ხო? ვინც არ იცოდით. ეს იმას ანიშნავს, რომ ჩვენი გრძნობები უნდა დავაიგნოროთ და არ გამოვუშვათ, ხო? უბრალოდ რაღაც მომენტებში საკუთარი თავი მეტად უნდა დავაფასოთ. მაგალითად, თუ ადამიანის მიმართ გვაქვს გრძნობები, მაგრამ ადამიანი არ გვაფასებს არანაირად, ადამიანი გვექცევა ცუდად, ხო? ახდენს ჩვენს გაუფასურებას, ამ დროს რას ვაკეთებთ? გასაგებია ჩვენ ის გვიყვარს, ჩვენ მის მიმართ გვაქვს გრძნობები და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვითმენთ. არ ვითმენთ არა იმიტომ, რომ ადამიანი აღარ გვიყვარს, ხო? იმიტომ, რომ გულს ვერ ვუბრძანებთ ყოველ შემთხვევაში ასე მარტივად. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ კონცენტრირებულები ვართ იმაზე თუ რას ვიმსახურებთ და არა იმაზე თუ რას განვიცდით. იმიტომ, რომ სამყაროში ძალიან ბევრი რაღაც ხდება და ყოველთვის ყველა რეალურად კარგი ადამიანი არ არის და ყოველთვის ყველა ვინც გვიყვარს და ყველა ვისაც ჩვენ თავად ვაფასებთ, არ გვიმსახურებს.
სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვნახოთ აბა. უფროსი არკანის სამყარო. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მეტად ყურადღებით უნდა იყოთ საკუთარ სამყაროსთან, საკუთარ ფანტაზიებთან, ფიქრებთან, სიზმრებთანაც. კარგი იქნება თუ თქვენ სიზმრებს მეტ ყურადღებას მიაქცევთ, ჩაიწერთ ხოლმე, ესეც ძალიან კარგი იქნება თქვენთვის. ჩაიწერეთ ხოლმე თქვენი სიზმრები, მეორე ვარიანტი, შეძლების დაგვარად. შეისწავლეთ საკუთარი ფსიქიკა, საკუთარი ფსიქო-ემოციონალური ფონი. თანამედროვე სამყაროში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წიგნები, ძალიან ბევრი რესურსი იმისათვის, რომ ინფორმაციები მოვიძიოთ, ხო? არა იმისათვის, რომ დავაკოპიროთ, არამედ იმისათვის, რომ მოვიძიოთ, რასაც გვია. და აქ მე თქვენ მეორე ვარიანტი გირჩევდით მაქსიმალურად იმას, რომ გავფრთხილდეთ საკუთარ სამყაროს და მაქსიმალურად ჩაიხედოთ შიგნით საკუთარ სამყაროში. დაამუშაოთ, შეიცნოთ თქვენი ბნელი მხარე, ვისაც არ გაქვთ შეცნობილი. ბნელი მეგობრებო არ ნიშნავს ცუდს ან ბოროტს, ბნელი ნიშნავს ჩვენს უარყოფილ მხარეს, უარყოფილ შიშის გამო, სტერეოტიპების გამო, სოციუმის ზეწოლის გამო, იმის გამო, რომ გარკვეული როლის მორგება უბრალოდ არ გვინდოდა, ხო, სირცხოლის გამო მაგალითად. და ჩვენ ბნელ მხარეს, რა თქმა უნდა, სჭირდება პერიოდულად დამუშავებაც, გამოღვიძებაც. საკუთარ ბნელ მხარეს ბოლომდე შეისწავლით, მეთქი რომ გითხრათ, ეს ალბათ სისულელეა, იმიტომ რომ ბნელი მხარე, ბნელი რა, ბნელს რას ვერჩი, ორივე ჩვენი მხარე, ყველა ჩვენი მხარე არის ისეთი, რომ მთელი ცხოვრება რომ შევისწავლოთ საკუთარი თავი, ბოლომდე შეიძლება მაინც ვერ ვისწავლოთ და ვერ შევისწავლოთ, ხო? მაგრამ მაინც აქ თქვენ ტაროს არკანები და სამყარო პირდაპირ ამას გეუბნებათ, რომ შეისწავლე შენი თავი, მოусმინე შენს თავს, არა სხვებს, არამედ შენ თავს, საკუთარ თავს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რა უნდა იცოდეს ახლა მეორე ვარიანტმა. რა უნდა იცოდეს ახლა? არკანი ხმლებისრვიანი. მენტალური გალია, მეგობრებო, მენტალური გალიები, ხმლების მეფე. რა საინტერესოა რა? პირველ ვარიანტში ხმლების დედოფალი ამოვიდა, მეორე ვარიანტში ხმლების მეფე. ნახეთ, აქ მოდის ინტენსიურად გარკვეული მენტალური გალიის ენერგია, თითქოს თქვენ საკუთარი თავი ჩასვით ერთ პატარა სამყაროში, რომლიდანაც არ გამოდიხართ, საკუთარ თავს თითქოს იტყუებთ, რომ ვერ გამოვდივარო, მაგრამ რეალურად არ გამოდიხართ, შეგიძლიათ ამ სამყაროსგან გამოსვლა. რეალურად თქვენ რაზედაც ფიქრობთ, რომ აქ ვერ ვიმოქმედებო, ვერ შევცვლი ვერაფერსო, რეალურად შეგიძლიათ აქ ცვლილებების შემოტანა, მაგრამ თითქოს სიმამაცე არ ყოფნით და მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი. ახლა შესაძლოა ზოგი თქვენგანისთვის ცოტა არასასიამოვნო იყოს ან საწყენი, მაგრამ უნდა იცოდეთ, ხო? მე ვამბობ ამას თქვენთვის და არა იმისათვის, რომ გაწყენინოთ. ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობას, რომელზედაც ყოფნის სიმამაცე. კიდევ ერთხელ, ჩვენ ცხოვრობთ და გავდივართ იმ რეალობას, რომლის სიმამაცეს ყოფნის. ამიტომაც აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ პირველ რიგში შეისწავლოთ საკუთარი თავი, შეისწავლოთ საკუთარი ნათელი მხარეც, ბნელი მხარეც, ყველა თქვენი მხარეები, არც ერთი არ იქნება ზედმეტი. ფსიქოტიპი თუ ამის საშუალება გაქვთ და დრო, ხო, რატომაც არა. განსაკუთრებით კარლ იუნგის მიხედვით გირჩევდით, რომ შეისწავლოთ საკუთარი თავი და საკუთარი ბნელი მხარეები. კარლ იუნგს ძალიან საინტერესო წიგნები აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით. და ნახეთ, აქ თქვენთვის არის ასეთი ინფორმაცია, რომ ნახეთ, მე არაერთხელ მithქვამს ეს ჩემი კლიენტებისთვისაც და საჯარო გაშლებისთვისაც, საჯარო გაშლებშიც, რომ თუ შენ თავად არ გადაარჩენ საკუთარ თავს, შენს გადასარჩენად არავინ არ მოვა. უკაცრავად მეგობრებო, მაგრამ საერთოდ არ არის არავინ ვალდებული გვერდში დაგვიდგეს, დაგვეხმაროს, არავინ არ არის ვალდებული მოვიდეს და ჩვენ არც ზღაპარში ვართ იმისათვის, რომ ჩვენს რეალობაში კონკრეტული პრინცი მოვიდეს თეთრ ცხენზე ამხედრებული, ხო? რომელიც ჩვენ გადაგვარჩენს და წაგვიყვანს და არ ვიცი ყველა პრობლემას მოგვიგვარებს. არა მეგობრებო, ჩვენი რეალობა, ჩვენი სამყარო არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მინდა რომ დავამატო აქ არკანები მეორე ვარიანტი. აბა, რა უნდა იცოდეთ ახლა? არკანი ზომიერება.
კვერთხების ტუზი, კოშკი, თასების რვიანი. შეხედეთ მეგობრებო, თქვენ ახლა რაღაც თითქოს რაღაც ახალ ენერგიებში გადადიხართ, რაღაც ახალ გზაზე გადადიხართ, თქვენი ძველი ცნობიერი სტრუქტურა, ძველი პროგრამები, რაც გქონდათ, ეს ყველაფერი იმსხვრევა თქვენშივე, იმსხვრევა თქვენი ძველი შეხედულებები, თქვენი სტერეოტიპები და პროგრამები, რომლებიც თქვენ დაიპროგრამეთ თავად თუ დაგიპროგრამათ საზოგადოებამ თუ ადამიანებმა, ხო? ეს ყველაფერი იმსხვრევა და იცით, ეს პროცესი ყოველთვის არის ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნო. ყოველთვის არა, მაგრამ აი ძირითად შემთხვევაში არის ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნო. მაგრამ თქვენ ამ მტკივილს და ამ არასასიამოვნო შეგრძნებებს შეუშინდებით, თქვენ მყავხართ ძალიან ყოჩაღები. მეორე ვარიანტი, აშკარად ხედავ იმას, რომ ძალიან ბევრი რაღაც გაქვთ გადატანილი, ძალიან ბევრი ცოდნა გაქვთ ბევრ სფეროსთან დაკავშირებით და ნახეთ, ახლა თქვენ ხართ ამ ტრანსფორმაციულ ენერგიებში. ახლა თუ თქვენ გრძნობთ თავს კანცულად, გადაღლილად, ნეგატიურად, ეს აუცილებლად დასრულდება მალე და მალე ჟარგონს გამოვიყენებ და მოიხოდებით, მოხვალთ ახალ ენერგიაზე, ახალ მოტივაციებზე. და იცით, აქ ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება თავს საკმაოდ მარტოდ გრძნობდეთ, მაგრამ პირველ რიგში შეგახსენებთ იმას, რომ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენთან ყოველთვის არის სამყარო და თქვენთან ყოველთვის ვარ მეც, ვიქტორიაც, ყოველთვის ვცდილობ საჯარო გაშლებით გვერდში დაგიდგეთ, შეძლების დაგვარად. და იცით, მარტოობაში ახლო წარსულში გავიაზრე ზუსტად, რომ მარტოობა არის ისეთი მდგომარეობა, გასაგებია, რომ ადამიანები ვართ სოციალური არსებები. ყველას გვჭირდება საუბრები, კომუნიკაცია, მეგობრები, ამხანაგები, პარტნიორით შესაძლოა, ხო? ვიღაცისთვის ამ დოზით, ვიღაცისთვის იმადა იმ დოზით, თუმცა ვიღაცებისთვის პარტნიორი სულაც არ არის საჭირო, ესეც მნიშვნელოვანია, არც მეგობრები. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს გვჭირდება კომუნიკაცია, ასე თუ ისე, ამა თუ იმ დონეზე, მაგრამ ნახეთ, თქვენ ახლა თუ თავს მარტოდ გრძნობთ, იცოდეთ, რომ ეს მარტოობის შეგრძნება არ არის თქვენი წყევლა. ეს მარტოობის შეგრძნება არის თქვენი პირიქით დალოცვა, ასე ვთქვათ. თქვენ ძალიან ბევრი რაღაც გადაიტანეთ მარტოობაში და გამოწვევით ცოცხალი, ჯანმრთელი, ბედნიერიც კი. თქვენ ძალიან ბევრი რაღაც გადაიტანეთ მარტოობაში. და დამიჯერეთ, თქვენ ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ მეორე ვარიანტი. აი ეს უნდა იცოდეთ, ეს უნდა გახსოვდეთ ყოველთვის. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები, მადლობა და ნახვამდის.